მოგესალმებით. ბორჯომში თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხების შემდეგ მმართველმა გუნდმა პარტია ქართულმა ოცნებამ ბოიკოტი გამოუცხადა ხალხის არჩევანს, საკუთარ ქალაქს და დემოკრატიულად არჩეულ საკრებულოს. მთელი 3 თვის განმავლობაში, ანუ დღიდან ახალი ფორმირებული საკრებულოსი ქართული ოცნება არის ბოიკოტირების რეჟიმში და იგი არ დასწრებია არც ერთ საკრებულოს ხდომას. და მეტიც, არათუ არ დასწრებიან მთელი 3 თვის განმავლობაში ისინი ყველა უღირსი მეთოდით ცდილობდნენ საკრებულოს საქმიანობის ბლოკირებას. ერთადერთი და ჯერჯერობით პირველი მთელი 3 თვის განმავლობაში საკრებულოს ხდომა, რომელზეც დასწრების სურვილი გამოთქვა ქართული ოცნების ბორჯომის დეპუტაციამ გახდათ გუშინდელი საკრებულოს ხდომა და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ იხილებოდა საკითხი მათვის ხელფასების მატების თაობაზე. და თქვენ ნახეთ როგორ გამოცხადდნენ ისინი ამ საკრებულოს ხდომაზე. დაახლოებით 700 ქართული ოცნების აქტივისტთან ერთად, მათ მეგობარ ნათესავებთან ერთად, რომლებიც ყავდა დასაქმებული ბორჯომის გამგეობებში, სხვა აიპებსა და სიპებში და მოაწყვეს ის ძალადობა, განახორციელეს ის დარბევა, რომელიც იხილა მთელმა საზოგადოებამ. გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ქართულ ოცნებას არათუ არ აინტერესებს, არც კი ფიქრობს, ფიქრის დონეზეც ელემენტარულად კი არც უშვებს ხალხის საჭიროებებზე ზრუნვას. მათ არ აინტერესებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელება ბორჯომში, არ აინტერესებს მაგალითად გადამწვარი ბორჯომის ტყის აღდგენა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბორჯომში. ერთადერთი რაც მათ აინტერესებს არის ხელფასების მატება ხალხის ხარჯზე. ერთადერთი რაც მათ აინტერესებს არის კლანური კეთილდღეობა და ეს გუშინ ყველამ ჩვენ ვიხილეთ. ყველამ განურჩევლად პოლიტიკური წამსისა. მე იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნების ის მცირე საღად მოაძრავნე ნაწილი მაინც გუშინ ჩაფიქრდებოდა და დარწმუნდებოდა, რომ თქვენთვისაც კი ძვირფასო ქართული ოცნების ამორჩეულობა, თქვენთვისაც კი არ არის ეს ხელისუფლება მზად რაიმე სასიკეთო გააკეთოს. ჩვენი ინფორმაციით ქართული ოცნება ბუნებრივია ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით ბორჯომში ხვალინდელი დღიდან აპირებს პოლიტიკურ ბოიკოტს, დიახაც რაც არ უნდა პარადოქსალურად ჟღერდეს, ხელისუფლებაში მყოფი ქართული ოცნება აპირებს პოლიტიკურ ბოიკოტს, აპირებს მოუწყოს ობსტრუქცია ბორჯომს და ბორჯომელებს და სტუმრებს ამ ქალაქისა და გავიდნენ გაფიცვაზე. არ გამოიყვანონ არც ერთი მუნიციპალური ავტობუსი, არ ამუშაონ დასუფთავების სამსახური, დახურონ საბავშვო ბაღები და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გუშინ ვერ მიაღწიეს საწადელს, ვერ მიაღწიეს მათთვის ხელფასების გაზრდას. გუშინ იყო რეალურად თავდასხმა დემოკრატიულად არჩეულ საკრებულოზე და საკრებულოს წევრებზე, რასაც ძალიან უარყოფითი შედეგები მოხვება თვითმმართველობისთვის და ზოგადად საარჩევნო დემოკრატიისთვის. ამიტომ მე მიმართავ თხოვნით და მოუწოდე პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, ყველანი უნდა გავერთიანდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის გარშემო. ადგილობრივი ძალებით ბორჯომში, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები არიან უმრავლესობაში, მათ ემუქრებათ სერიოზული საფრთხე, ფიზიკური განადგურებისაც კი, რაც გუშინ ვიხილეთ. ამიტომ მოუწოდეთ დღევანდელი დღიდან მაქსიმალურად გვერდში დაუდგეთ ერთადერთ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას, სადაც ქართულმა ოცნებამ ვერ მოიპოვა გამარჯვება გასულ თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ სამაგიეროდ ჩაიდინა ის ძალადობა, რასაც ადგილი ჰქონდა გუშინ. დიდი მადლობა.